მოგესალმებით, ჯიბას თემატურობა დღეს ჩვენ მივიყოფებით წაროვანში და საზოგადოებრივი ანალიტიკური გადაცემა ერთობლივ ემოციურობამდე მოახდენს დაფიქსირებას იმ მნიშვნელოვანი შეხვედრისა, რომელიც წაროვანის მეორე საჯარო სკოლა მოუწყო ქართული მწერლობის კლასიკოს, უდიდეს პუბლიცისტს ბატონ რეზო მიშველაძეს. როგორც მოგეხსენებათ, ეს სკოლა ბატონ ჯუმბერ ბატიაშვილის ინიციატივით არის დაფუძნებული და მოდით ვნახოთ დღეს რა შეხვედრა იქნება. გამოვხდით. ეს შეთასურად ხდება ქართული მწერალი, ნოველისტი, ბუნდერასი ასევე მოიხსენე ბატონი რევაზ მიშველაძე და ძალიან გახარებული ვიმართ და მადლობას გიხდით რომ გამონახეთ დრო და გვესტუმროთ ჩვენ სკოლაში. მოგბრძანდით ახლა ჩვენი სკოლა დავათვალიეროთ. ეს სკოლა გახსნა ბატონი ჯუმბერ ბატიაშვილმა მასწავლებელი ბატონი ჯუმბერის განაპირებს რომ ეს სკოლა უნდა იყოს გამორჩეული და რა ვიცი მეგონი ვარ იმიტომ რომ ჩვენ სიხარულს იზიარებენ ისეთი გამოჩენება ბატონი როგორც არის ბატონი რევაზ მიშველაძე ბაშიაშუკი გადაღებულია ხარა? მოგესალმებით კიდევ ერთხელ შემოსაყვარებლო მოსწავლეებო პედაგოგებო ალბათ ხო ყველამ ძალიან კარგად ვიცით დღეს ჩვენ ყველაზე საპატიო სტუმარი გვყავს ბატონი მწერალი ნოველისტი ბატონი რევაზ მიშველაძე მე მწერალთა კავშირის ხელმძღვანელი ვარ საქართველოს მწერალთა კავშირის ხელმძღვანელი რევაზ მიშველაძე ეს სკოლა დაარსა დიდმა ქართველმა ეროვნულმა მოღვაწემ საქართველოს ხელმძღვანელმა ათეული წლების განმავლობაში და აი ახლა თქვენთან ახლოს მცხოვრებმა ჩემმა მეგობარმა ჯუმბერ ბატიაშვილმა მე ამავე დროს გარდა იმისა რომ თქვენი მეგობარი ვარ და მწერალთა კავშირის ხელმძღვანელობ უნივერსიტეტის პროფესორის გახლავართ. კითხულობ ლექციას უნივერსიტეტში.
სიჩუმეა სამარისებური, ვკითხულობ ლიტერატურაზე, წერლობაზე, კონსტანტინე გამსახურდიაზე, გალაქტიონ ტაბიძეზე, მსოფლიოს კულტურაზე. სიჩუმეა. როგორ დავაინტერესებ თქვი ბავშვები. ესე იგი მიხარია შინაგანად ბედნიერი ვარ და აი ასე გავიარე მწკრივში. აი ხა რო გამოვიარო მე მან თქვენთან. ისეთ ხასიათზე დავდექი, რომ თვითმკვლელობამდე ცოტა დამრჩა. მომეცი მიშა აი მისმენენ, მიყურებენ. ეს მერხის ქვევით აქვს დამალული და თან შემხედავენ ასეთ მაიმუნებად გვაქცია ჩვენ აი ამ აპარატმა. ამან მოიტანა უამრავი სიკეთე, ინფორმაცია, ძალიან კარგი საქმე ადამიანის ცოდნის გასამდიდრებლად, მაგრამ ამან მე თქვენ ხელა შვილთა შვილები მყავს. მოწყვიტა საზოგადოებრივ ცხოვრებას ახალგაზრდა. დატოვა თითქმის უმეგობროდ. მოდიან სკოლიდან ბავშვები, მარტო მე კი არ მჭირს ეს ამბავი ყველას. მოდიან სკოლიდან და ვეხვეწები ბაბუ. გადით აგერ ახლოს სტადიონი გვაქვს, აბურთი მე თქვენთან ერთად გამოვალ და არა რა ბაბუ რა, არა არ გვინდა რა. და ჩაუჯდებიან ღამის 10 საათამდე სანამ დედამისი და მამამისი ყურის აგლეჯვით არ გამოყრის საწოლო ოთახში, მანამდე ხელიდან არ უშვებენ. არ გაშინებთ. იცოდეთ, ეს არის ტრაგედია. აი ამის წყალობით ადამიანი რჩება მარტო თავის სივრცესთან. მას ავიწყდება თავისი კლასის ამხანაგების გვარებიც კი. მეგობრები თითქმის არ აყავს. ჩამომითვალე ბაბუ, შენი კლასელების 45 ბავშვი არიან ერთ კლასში. გვარები ჩამომითვალე მეთქი, 5 ჩამომითვალა და მეტის გვარი ვერ გაიხსენა. მე გთხოვთ ყველას მომავალი კაცობრიობისა არის წიგნი. ჩვენ ქართველებს იცოდეთ, ბევრი რამ გვაქვს საამაყო და უპირველეს ყოვლისა ეს საამაყო არის ჩვენი უპირველესი და უდიდესი წიგნი, რითაც საქართველო თელმა მსოფლიომ გაიცნო. ვეფხისტყაოსანი იცოდეთ, ჩვენი საპროგრამო წიგნია. მე გეუბნებით ლიტერატურის პროფესორი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი, საქართველოს სახალხო მწერალი. მსოფლიოს უფრო დიდებული ხატრული ნაწარმოები ყველაფერი მაქვს მე წაკითხული. ზოგი დედანში, ზოგი თარგმანში. არ აქვს ვიდრე ვეფხისტყაოსანია. მარტო ვეფხისტყაოსანი ეყოფოდა ქართველ კაცს, რომ მისი სახელი მსოფლიოში ცნობილი ყოფილიყო. და რას ხედავთ დღეს ვეფხისტყაოსანს ზურგიში აქცია ქართველმა საზოგადოებამ. მე მისაუბრია პირადად კონსტანტინე გამსახურდიასთან, გალაქტიონ ტაბიძესთან. საქართველოში ბევრი არ არის ცოცხალი, ვინც აი ასე როგორც მე თქვენს დირექტორთან ვარ, მჯდარა კონსტანტინე გამსახურდიას გვერდით.
იმიტომ რომ მისი შვილი ჩემი კურსელი იყო და ჩემი მეგობარი იყო. ზვიად გამსახურდია. და მას უთქვამს ჩემთვის შვილო რეზო იცოდე ეს საუკუნე დამთავრდება მე არ ვიცი როგორი იქნება საქართველოს ბედი მაგრამ მოდის უციგნურობის ვეშაპი რომელიც თელს საქართველოს თან დგავსო ვაი რომ ეს უციგნურობის დრო მოვიდა შოთა ნიშნიანიძე გაგიგონიათ წინვალე ქართველი პოეტი ჩემი მეგობარი იყო პირადი უახლოესი მეგობარი რო კვდებოდა სასტუმალთან ვეჯექი მას და გაახილა თვალი და მითხრა რეზო კიდე კარგი მივდივარ ამ ქვეყნიდანო ლიტერატურის დრო პოეზიის დრო დამთავრდაო არა შოთა მე უთხარი შენ არ გეთქმის ეგ ამბავი მე მაგალითად უნივერსიტეტის სტუდენტებს ვზდი და როცა ვეკითხები ვინ არის თქვენი საყვარელი პოეტი 10 თუ ასახელებს გალაქტიონ ტაბიძეს 3 ასახელებს შოთა ნიშნიანიძეს მეთქი თვალი ჩამიკრა და მითხრა რას მატყუებ რეზო აგერ რუსთაველის პროსპექტზე გამომცემლობა მერაგში ჩემი რჩეული იყიდება და ბოლო 2 წლის მანძილზე მხოლოდ 1 ცალი გაიყიდაო ვაიმ საქართველოს სადაც გალაქტიონ ტაბიძის შოთა ნიშნიანიძის ლადო ასათიანის წიგნი მაღაზიაში გამოვიდა 2 წელიწადში 1 იყიდება მე რო სტუდენტი ვიყავი და ჩემი შემდეგაც ჩემი ლექტორობის დროს ბავშვები კაპიკზე აგროვებდნენ რომ ახალი წიგნი გამოვიდა და როგორმე შევიძინოთო იმ დღეს შეიძლება საჭმელი არ ეჭამათ ოღონდ წიგნი ეყიდათ ჩაიხედეთ თქვენ სინდისში ხარ თუ არა თქვენ ასე ახლოს წიგნთან და მე მოუწოდებ თქვენს დირექტორს რომელიც წინვალე დირექტორია საქართველოში და ყველა მისის მოუწოდებ თქვენს მასწავლებლებს რომელთაგან ბევრი ჩემი სტუდენტია და ჩემი მეგობარია ყოველ 2 თვეში ერთხელ შეამოწმონ ყველა მოწაფე ერთი შეკითხვით რა წაიკითხე ამ ბოლო დროს ხატრულ ლიტერატურაში რა ნახე Facebook-ზე კი არა რა წიგნი წაიკითხე წიგნის წაკითხვა ნუ დაგავიწყდებათ კიდევ ერთს გეტყვით იაკობ გოგებაშვილი ამბობს რომელი ქართველიც მშობლიურ ენაზე მშობლიურ სკოლაში არ გაზრდის შვილსა ის იმ ტოტსა ჭრის ხისას რომელსაც თვითონ მოკალათებულა ასე ჩამოვარდები შენ ასე წაგეშლება ეროვნული სახე და ასე გადაგვარდები ეს შეგნება რა ის თქვენ ეხლა გაქვთ რო გქონდეთ ქართველების 60%-ს არ დადგებოდა საელჩოებთან დიდი რიგი არიქა საზღვარგარეთ უნდა წავიდეო როდესაც თავის ქვეყანას მიატოვებს კაცი და იაფის ცხოვრებისთვის სხვაგან წავა მის ადგილს აი აქ სხვა დაიკავებს სკოლა მშობლიური უნდა დაამთავრო მე უმაღლესი შეგიძლია სადაც გინდა იქ შეხვიდე მე მოვედი აქ თქვენი მეგობარი მე 85 წიგნის ავტორი ვარ ეს 86 წიგნია ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი მეთქი არ ვიტყვი იმიტომ რომ 25 ტომეული მაქვს გამოცემული და მოვიტანე აი აქ თქვენს ბიბლიოთეკაში ხვალიდან იქნება ჩემი ნოველები ნოველებს წერ მე თანამედროვე ცხოვრებაზე წეროვანის ნომერ 2 საშუალო საჯარო სკოლას მოგზალებით ავტორისაგან იქნება თქვენს ბიბლიოთეკაში ბიბლიოთეკის გამგეს ვთხოვ
დიდი ძლიერი გასაღებით არ ჩაკეტოს იმ კარადის კარი, სადაც თქვენ ხვალიდან დაიწყებთ ამ წიგნის გატანას, წაიღებს ერთ კვირაში მოიტანს უკან, წაკითხულს ან წაუკითხავს, მაგრამ მე მირჩენია რომ წაკითხული ქონდეს, იმიტომ რომ მასწავლებელი გკითხავთ თქვენ. ეს ახლა გამოვიდა ეს წიგნი, ჯერ მაღაზიაში არ გამოსულა. და გკითხავთ, აბა რა წაიკითხეთ აქ მეთქი. მეორე წიგნი ასევე სიყვარულით და მოგზალებით ქალბატონ ეთერ შიხრაძეს ყველაზე საყვარელ დირექტორს ავტორისაგან. გალაქტიონ ტაბიძეს ნათქვამი აქვს, რომელსაც მე თქვენს წინაშე გავიმეორებ, იმიტომ რომ უკეთესად ვერ იტყვით. გეკაფოთ, რაც უღრანია, აგერსოთ, რაც ხარვეზია, სამშობლო არ დაივიწყოთ, სამშობლო უმთავრესია. რა გიმარჯვეთ? ქუთაისში გაზრდილი კაცი ვარ. რიონის პირზე. ჩემი ეს ნოველები მთელი საქართველოს ცხოვრებას ეხება. აქ არის, რა თქმა უნდა, ქუთაისი, თბილისი, იმერეთი, კახეთი, ქართლი, საინგილოც კი. არის რამდენიმე ნოველა ქუთაისელ ებრაელთა ცხოვრებაზე. იმ სევდაზე, რაც დაიბადა ჩემში, მაშინ, როდესაც ერთსულოვნად აიკრიფნენ ქუთაისელი ებრაელები და წავიდნენ, როცა თავის სამშობლომ დაუძახათ. ხედავთ, სამშობლო როგორი მთავარია და წავიდნენ ისრაელში. იქ ისრაელში წავიდა ერთი კარგი მეცნიერი და კარგი მწერალი იაკობ პაპიაშვილი. იაკობ პაპიაშვილი, კი. და მირეკავს ერთ დღეს, ბატონო რეზო, მე უკვე საკმაოდ კარგად ვისწავლე ივრითი და მინდა თქვენი ნოველების თარგმნა ებრაულად, ივრითის ენაზე, თუ ნებას დამთავრდო. ჩემი წიგნები ბევრ ენაზეა თარგმნილი, მათ შორის იაპონურად, ინგლისურად, ფრანგულად, პოლონურად, ბულგარულად და იტალიურად და ესპანურად. მაგრამ ებრაულად არ იყო თარგმნილი და თქვენ წარმოიდგინეთ, ეს პრაქტიკა ქართველი მწერლების თარგმნისა არ არსებობდა. თვით გამსახურდი არ არის თარგმნილი. სხვენია ამის თქმა, მაგრამ დირექტორმა გამცა, მარტო 2 წიგნია თარგმნილი ივრითის ენაზე. ვეფხისტყაოსანი და მეორე არის რევაზ მიშველაძის ნოველები იერუსალიმი, თბილისი, რომელიც აქაც დევს ებრაელთა მუზეუმში და სახში მე მაქვს და თუ ვინმე მიცის ებრაული ენა, შემიძლია გაჩუქოთ. აი ეს ხატი დედახტისა და ვაიმე ეს და დედახტისა გეწევდეთ უფალიქ ფარავდეთ ჯამრთელობა ეს რა ზვირფასი საჩუქარი თქვენი მე ზვირფასი საჩუქარი სანამ ვისოსხებ და მე დაუბარებ ჩემს შვილებს და შვილიშვილებს რომ ეს მაჩუქეს მე საქართველოს ყველაზე დიდებულ ოჯახში, კარგ სკოლაში, რომელშიც ყვავის ქართული გენი და ქართული სული, მისი დირექტორის მეოხებით და ეს წიგნი მარა დიდოს ჩემს სამუშაო ოთახში მეთქი. დიდი მადლობა. ჩვენთან ბრძანდება დიდი მეცნიერი, დიდი სწავლული, დიდი პოლიტიკოსი, ბატონი მიხეილ ადღულაძე. მართლა ამაყივა იმისა, რომ ბატონი რევაზ მიშველაძის გვერდით ვიმყოფები, მით უმეტეს ასეთ უდიადეს ადგილას, სადაც ცოდნის არკვანი ეწევა, სადაც ოდითგან უშვენიერესი და უძვირფასესი ადამიანები ჩამოყალიბდნენ და გამოიძერწენ თავისი ქვეყნის და თავისი სამშობლოს საპატრონებლად და აი ეს სიტყვა მინდა დაიმახსოვროთ.
თქვენ გეკისრებათ და დაგეკისრებათ ჩვენი ქვეყნის პატრონი. და აკი მოგახსენებთ, რომ პატრონი უნდა იყოს უაღრესად ცოდნი და უაღრესად შემძლე იმ შემოქმედებისა, რასაც ქვია პატრონი. მით უმეტეს, როდესაც ჩვენ ქვეყანას გვინდა თუ არ გვინდა, ძალიან ბევრი მავანი მსურველი ყავს დასაპატრონებლად გამწესილი და განპირობებული. ბატონო რეზონ ბრძანა, თქვენ ადგილს თუ დატოვებთ, იმ ადგილს სხვა დაიკავებს. და ეს აქსიომა, ეს ამას მტკიცება არ ჭირდება. თუ დააგდებ საფულეს, იმ საფულეს სხვა დაეპატრონება. აი ესია ზუსტად ჩვენი სამშობლო. და მე გისურვებთ, რომ თქვენ ცხოვრების მთელი გზაკვალი აი ამ მისიისთვის და ამ მიზნისთვის შეგექმნათ და გაგევლოთ, რომ თქვენ ხართ თქვენი სამშობლოს მეპატრონები. დიდი მადლობა. ჩვენი პრობლემა ასე იზრდებიან ეს ბავშვები ნამდვილად. სასაულები როგორ დავბერდით, რო დავბერებულიყავ არ შეხვდებოდით, გამარჯობათ, მოგესალმებით, ახალგაზრდო. გამარჯობა, მადლობა. როგორ ზადებით? ალბათონაკერი, როგორ ჩატარეთ? არაჩვეულებრივი. Azma tu aram tsvalos, mama
Now
მეგობრებო, კიდევ ერთხელ მოგესალმებით. გითხრათ სიმართლე, მე 85 წლის კაცი ვარ და ძალიან ცოტა ყოფილა დღეები და საათები ჩემს ცხოვრებაში, როცა რაღაც შინაგანი თორვა მე არ ვიცი თუ დაძაბულობა დამეუფლა, როცა თქვენ გამოდიოდით. აუდიტორიას თითქოს და მიჩვეული კაცი ვარ, მაგრამ იმხელა გულწრფელობა, იმხელა სინამდვილე შინაგანი საოცარი სისუფთავე დავინახე ყველა თქვენთაგანის სიტყვაში, რომ ჩემთვის ფიქრობდი, როგორც ჩანს, თლად ამაოდ არ მიცხოვრია მეთქი ამ ქვეყანაზე. ერთი ნოველა მაქვს, რომელშიც ასეთი ამბავი ხდება. ქაკუცა ჩოლოყაშვილის მიმდევარი კოლხი ბიჭი პოლიციელები თვალწინ გარბის, რომ როგორმე აირიდოს ის რისხვა, რასაც ბოლშევიკები დაატეხავენ თავს, გარბის სამოგელოს ჭალებში დაჭრილი ბიჭი მას ერთხელ უკვე ესროლეს და შევარდა ბუჩქნარში კვადას ეძახიან. სამი პოლიციელი პისკზეა დამდგარი. აბა იქეთ ციხესიმაგრეა, უკან მდინარე ტეხურია, ვერ გადახტება, ვერ გაიქცევა. ესე იგი მიმწვდეული გვყავს კუთხეში. ამ პოლიციელებიდან ერთ-ერთმა უფროსმა უთხრა, შედიო ყველაზე ახალგაზრდას, სამნი არიან. შევიდა ის, რა თქმა უნდა, სისხლის წინწყლებმა მიიყვანა იმ ჩოლოყაშვილის რაზმელამდე, დაადგა თავს და შენი ჭირი მე არ დამღუპო. აი ეს მოესმა მხოლოდ. მას მეტის გაგება არც უნდოდა. გამოტრიალდა და უფროს ხელმძღვანელს ამ პოლიციელთა რაზმისას ეუბნება, ვერ ვიპოვე ბატონო, იქ არ არისო. რას ქვია არ არისო, ჩვენს თვალწინ ეხლა შევარდა ამ წუთშიო. აბა შედი შენო, მეორეს უთხრა. მეორეც შევიდა, 10 წუთის შემდეგ ისიც გამოვიდა. რა თქმა უნდა იპოვა მანაც, მაგრამ არ გასცა ეს ჩოლოყაშვილის რაზმელი. გამოვიდა და ვერ ნახე ბატონო, მე გაჩვენებთ ახლა სეირსო. უფროსმა, რამდენიმე წლით უფროსია და ხელმძღვანელია იქ რაღაც პოლიციის ჩინოვნიკია, მაშინ მილიცია იყო. ეხლა გაჩვენებთ სეირსო, მე იმას გამოვათრეო, თქვენს თვალწინ დავხრეტო და იცოდეთ, ორივეს ტრიბუნალი არ აღსდებათო, ორივეს დავხრეტა გელითო, იმიტომ რომ დამალეთ დამნაშავეო. შევიდა ეს სორდია ხელმძღვანელი, მთავარი პოლიციელი ამ ჯგუფიდან, 10 წუთის შემდეგ ისიც გამოვიდა. 10 წუთის შემდეგ, 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 10 წ
გამოვიდა და თავის ღაზმელებს ეუბნება, წავიდეთო, არ არისო, არ ჩანსო. და გზაში უთხრა, ბიჭებო, მეც ისეთი გულის კაცი ყოფილვარ, როგორიც თქვენო, ჩემი პოლიციაში მუშაობა არ შეიძლება დღეიდან თავს ვანებებო. გადაიარა ხიდი, ტეხურის და გაღმა წავიდა თავისი სახლისაკენ. სრულიად ქართული გაგებით, სრულიად თანაგრძნობით ჩოლოყაშვილის რაზმელისადმი, თანაგრძნობით თავისი კბილა, თავისი ტოლა კაცისადმი. არა, მე შენ არ გაგწირავ, მე შენ დასახრეტად არ გაგიმეტებ, თუნდაც ჩემი სიცოცხლე შეეწიროს ამასო. ამერიკაში ვიყავი და დავათვალიერე ოჰაიო შტატში ერთ-ერთი მუზეუმი, აიო, იქ აპაჩების მუზეუმში ნახეთო აპაჩების სოფელიო, თან ტრაბახით ეუბნებიან ამერიკელები, რომ ჩვენ როგორ უვლით ეროვნულ უმცირესობას და როგორ ვინახავთო. წავიდა ეს ქართველი კაცი, რომელსაც აინტერესებს ამ აპაჩების ბედი, რადგანაც ვინც ის იქნებ აპაჩების მომავალში, თავის თავს ხედავს, თავის ქვეყნის ბედს ხედავს. დაათვალიერა, მთელი დღის განმავლობაში იქ იყო, აი ცხენზე როგორ ხტებიან, ტატუირებას როგორ აკეთებენ, უსისხლოდ ოპერაციას როგორ აკეთებენ ბრმანაზავისას, ყველაფერი ეს იციან აპაჩებმა, რომ დამთავრდა ყველაფერი, დარჩა, არ გამოვიდა და საოცარი სურათი იხილა. აპაჩების სოფელში სინათლეები ჩაქრა, გამოვიდნენ აპაჩები, ნამდვილი აპაჩები, ახლა უკვე თანამედროვე ბიჭები ჯინსებში და ამ თანამედროვე ტანსაცმელში გამოწყობილი და ჩასხდნენ თავიანთ მანქანებში, წავიდნენ ქალაქისკენ. აი თურმე რატომ არის მოდა აპაჩების სოფელში ბავშვის ტირილი, ძაღლის ყეფა, მამლის ყივილი. თურმე ეს ყველაფერი გათამაშება იყო. თურმე ის სოფელი აღარ არსებობს. ახლა თამაშობენ ამერიკელები, თითქოს აი ის დროა და სოფელში ჩვეულებრივი ცხოვრება და რა დღეგელის ჩემო უბედურო სამშობლო კითხულობს მოთხრობის ლირიკული გმირი. მე არ მინდა რომ ეს დღე ელოდეს ჩემს ქვეყანას, მაგრამ თუ ჩვენი ახალგაზრდები თავისი სამშობლოდან წავლენ, თუ საქართველოსადმი ტოლვა, ტკივილი, საქართველოსთვის ზრუნვა, როგორც ეს თქვენი მამების თაობას, ჩვენს თაობას აგებრძანდება ჯუმერ პატიაშვილი, რომელმაც მთელი ცხოვრება ქვეყნის გადარჩენას შესწირა და აი ასეთები თუ გარდავლენ ამ ქვეყნიდან და გაუცხოვდება ქართული სულისგან, მაშინ ეს დღეელის, რაც აპაჩების სოფელს დაემართა საქართველოსაც ღმერთმან უქნას. ისით რა ადამიანის ცხოვრება ბრძოლით და შეცდომებით სავსეა და ახლა როცა ამ გადასახედიდან ხედავ, რა თქმა უნდა, იყო პატარ-პატარა შეცდომები, მაგრამ ძირითადად დავტოვებდი ისე, როგორც ვიცხოვრე. არაფერს არ შევცვლიდი. მე არც წარსულის, არც მომავლის არ მეშინია. პოეტის თქმის არ იყოს. ადვერთ თავისუფლება გახლავთ ის მდგომარეობა, როცა შენ ყველაფერს შენი სინდისის კარნახით აკეთებ და არ გეშინია. ძალიან ხშირად ადამიანი არის გარემოცვის, რაღაცა კანონების, მათ შორის ეთიკის კანონების ტყვეობაში.
ზოგი შინაგანად თავისუფალი იბადება. რაც უნდათ ის თქვან. მე აი ასე მინდა ვიცხოვრო და ასე ვცხოვრობ. ესეც დიდი გამედულებაა, მაგრამ იმ ეთიკის კანონებიდან შორს წასვლას ცხოვრება არ გაპატიებს. ამიტომ ეს სწრაფვის ყველა პიროვნება და ყველა ქვეყანა თავისუფლებას, როცა შენ არ გბორკავენ და როცა შენი ერის სამსახურისთვის აკეთებ ყველაფერს, რაც შეგიძლია. აი ეს არის თავისუფლება. უგდოება მე არ გაუმიცდია. მე თუ რამე გამიკეთებია ჩემი 90 წიგნით და თითქმის ყველა პრემია მაქვს მიღებული, რაც კი საქართველოში არსებობს რუსთაველის პრემიიდან დაწყებული, ყველა ფერმა ამან ეს პრემიები ზოგჯერ ლიტერატურული კონკურსის შედეგად იყო მოცემული, ზოგჯერ ხელისუფლების მიერ იყო მადლიერების გზნობით მიღებული, მაგრამ უკვდაება ისეთი ციდან ჩამოფრენილი, მოხდენილი ლამაზი ჩიტია, რომელსაც შენ ვერ დაიჭერ შენ სიცოცხლეში. შეიძლება შენ თავს დააბრალო, უგვდოებარო, მაგრამ უგვდოება, როცა შენი წასვლიდან გავა რაღაც პერიოდი და ერი სულ სხვა თვალით შეგხედავს და მოგიგონებს. აი ეს არის უგვდოება. ამისთვის ცხოვრობს ყველა ჭეშმარიტი ხელოვანი და ამისთვის წვალობს. არ ვიცი, რამდენად ვაღწევთ ჩვენ ამას. ამიტომ უფრო მეტად გაუღიმეთ ერთმანეთს, უფრო მეტად იცხოვრეთ ახალგაზრდული, ქართული, სისხლსავსე ცხოვრებით. სპორტს არ გამოეთიშოთ, წიგნს არ გამოეთიშოთ. თქვენ აქ ყოველგვარი პირობა გაქვთ შექმნილი, ჯუმერ პატიაშვილის მიერ შექმნილ ამ დიდებულ სკოლაში. სულ თქვა გამი თავისუფლდა მტვრიანი ქალაქიდან, რომ ჩამოვედი დღეს აქ და რა დიდებულ გარემოში ცხოვრობ. თქვენ რო იცოდეთ აქ რა სუფთა ჰაერია, რა კარგად ისწავლება ის, რასაც შეისწავლით. მე დარწმუნებული ვარ, საქართველო გადარჩება. საქართველო ამ ძნელ მოსახვევსაც გაივლის. იცოდეთ თქვენ, საქართველოს უარესი დღეები ქონია, მაგრამ ქართველი კაცის სიბრძნით, ქართველი კაცის გამჭრიახობით, ქართველი კაცის გვერდით, ახალგაზრდა მეომარი ახალგაზრდობის დგომით, თავგანწირვით და ასეთი გმირები ჩვენ ახლაც ვყავს საგერ უკანასკნელ ომში რუსეთთან 2008 წელს მივდივართ მათ საფლაებთან და ყვავილებს ვაწყობთ და მათი გმირობა გვახსოვს. აი ეს გმირობა შენი რთული ხვალინდელი დღის იმედთან და რაც მთავარია ეროვნულ ფესვებთან დაბრუნების სურვილთან გადაარჩენს საქართველოს. თორემ ხო ხედავთ ნიველირების ვეშაპი საქართველოს გადასახლებად ეღირება დღესაც და აი ეს ევროკავშირები და ევროპარლამენტები, რომლებიც გვიქადაგებენ არა რაღაც LGBT-ს საზღვარი პროპაგანდა, რაღაცა მოთხრეული, არაქართული, არატრადიციული თვისებები მიიღეთ და ჩვენს კანონებს დაემორჩილეთო. მე მიხარია, რომ ჩვენი ხელისუფლება ახლანდელი, ჩვენ დროული ხალხი ვაკვირდებით ამას. ზოგი მათგანი, ვინც დღეს ხელისუფლებაშია, ჩემი სტუდენტია, ჩემი გაზრდილია, რაღაცა მისწავლებია მისთვის, როგორც ჩანს, ცდილობს
ეროვნულ ფესვებს დაუბრუნდეთ. არა, თუ ასეთი ევროკავშირი იქნა, რომელიც მე მიქადაგებს ქართული ფესვებიდან, ქართული ლექსიდან, ქართული ეკლესიიდან წასვლას, მე არ მინდა ასეთი ევროკავშირი. აი ამას აცხადებს ჩვენი ხელისუფლება და ამიტომ მე მათ კვერს უკრავ ძალიან ხშირად, რა თქმა უნდა, ყველაფერში არ ვეთანხმებით ჩვენ ძველები, მაგრამ ის, რასაც ქვია საქართველოში ქართულის შენარჩუნება, ამისათვის ჩვენ მათი მადლობელი ვართ და ასე დადექით ვიჭებო, როგორც პალესტინაში ჯვრის მონასტერში წერია, მაგრად დეგთ, მეთქი მოუწოდებ ჩვენს ხელისუფლებას. ახლა ჩემი ბოლო სიტყვა. მე ჩემო ძვირფასო მეგობრებით მდიდარი კაცი ვარ და ჩემი ცხოვრების განმავლობაში არაერთი მეგობარი მყავდა. არა ბევრი, არამედ თითზე ჩამოსათვლელი. ჩემი მეგობრები იყვნენ, მაგრამ მეგობრებზე იყვნენო არასოდეს არ ითქმის, არიან დღესაც, მაგრამ სამწუხაროდ ისინი გადავიდნენ ამ წუთის სოფლიდან, ზეციურ საქართველოში არიან შოთა ნიშნიანიძე, ლევან სანიკიძე, ზაურ ბოლქვაძე, გურამ ფანჯიკიძე, აი კიდე რამდენიმე კაცი ქართული მწერლობიდან, მორის ფოცხიშვილი და სხვა და ერთ-ერთი ჩემი სიყნის მეგობრებიდან, ვისთანაც ერთად მე გავიარე ეს წუთი სოფელი და ჰაი რომ ჩემო ჯუმბერ ჩვენამდე ძალიან ცოტა მოაღწია ჩვენი ასაკისამ. ჩვენ 40-იანები ვართ, ორივე 5 დღით უფროსი ვარ მე ჯუმბერ პატიაშვილზე და უკანასკნელი მოღიკანიო რო იტყვიან ისე შემრჩა მე ჯუმბერ პატიაშვილი ჩემი მეგობრებიდან. დანარჩენები უკვე მეთქი ზეციურ საქართველოში არიან. მე მინდა ჩემი ახალი წიგნი, ჩემი ბოლო შეიძლება რა ვიცი, შეიძლება კიდე ვიცოცხლო ცოტა ხანს თქვენისთანა საყვარელი ბავშვების შემყურემ, რომელიც ასე თუ ისე სრულად ასახავს ჩემ შემოქმედებას, ჩამოუტანე აქ ამ წალკოტში, თავის სახლში ბატონ ჯუმბერს და ვაჩუქო და მადლობა უთხრა საქართველოს სამსახურისთვის, მადლობა უთხრა იმისთვის, რომ ჩვენ ორივენი სიყრმის მეგობრები დღეს იუბილარები ვართ, 5 დღეში არავითარი განსხვავება არ არის. მადლობა უთხრა ამ სკოლისთვის, მადლობა უთხრა საქართველოს მისი დიდი უანგარო მართალი სამსახურისთვის. გაგიმარჯო შემოჯუმბე. ჩემო ძვირფასებო, ამ დარბაზში ჩემი მეგობრები მზადდებიან. აქ არის სახელოვანი მწერალი ზაალ ნემსაძე, აი გზის უკანა რიგში. კარგი მწერალი, კარგი ეროვნული კაცი, კარგი პატრიოტი. აქ არის ბატონი მიხეილი, მიშა ანდღულაძე, თქვენი ხშირად გინახავთ ტელევიზიით, მისი ნაწერების წაგიკითხავთ და იცნობთ მას როგორც ეროვნულ კაცს, ჭეშმარიტად საზოგადო მოღვაწე კაცს. რაც შეეხება თქვენ სკოლას, მე დირექტორს ვეთაყვანები, მან მიამბო იმის შესახებ თუ როგორ იხვეჭს ყოველდღიურად სახელს ჩვენს ქვეყანაში ეს სკოლა არ არის დასამალი ჯუმბერ პატიაშვილის მიერ შექმნილი სკოლა და როგორ უნარიანად ხელმძღვანელობს მას ქალბატონი ერთერი.
ჩემი ძვირფასი მეგობრები, მასწავლებლები, დაუმჯერეთ მათ. ისინი ყოველთვის სიმართლისკენ, სამშობლოს სამსახურისკენ, ქართველობისკენ, ეროვნულობისკენ მოგიწოდებენ. ხოლო მე ჩემი კალმით შევეცდები, თუ რამე გამომივიდა, არ შეგარცხვინოთ. კარგად იყავით, ბედნიერად ჯანმრთელი. თითოეული შეხვედრა ჩვენი ეს არის ჩემთვის პირადად მოვლენა, იმიტომ რომ ხვდებით მომავალ თაობას, რომელმაც უნდა აცხოვროს ჩემი ქვეყანა, რომელსაც ჩვენ თავისებურად როგორც რეზო გამოხატა, თავისებურად გამოხატეთ კიდევაც და რაღაცაც შევავიდეთ, მაგრამ ისე არა როგორც ჩვენ გვიდოდა, ბევრი რამ გაუკეთებელი დარჩა. დღეს ჩვენი სტუმარი ახლა ჩვენ ერთმანეთი რო ვაკოთ, რეზო მიშველაძე გამოირჩეოდა ბავშვობიდან, ახალგაზრდობიდან. უნივერსიტეტში რომ დაახლოებით 65 წლის წინ გავიცანით ერთმანეთი. შეიძლება 67 წელია ზუსტად. და როცა უნივერსიტეტში ტარდებოდა ღონისძიებები, რეზო მიშველაძე იყო პირველი ახალგაზრდა კაცი, რომელიც გამოდიოდა და მთელი საღამოები მიყავდა. ეს იყო ლიტერატურული საღამო, იყო სტუმარი ჩამოდიოდა უცხოეთიდან, რუსეთიდან, ბალტიისპირეთიდან. რეზო იყო წამყვანი ძალა, რომელიც წერდა თავის ნოველებსაც, მაგრამ რაც თავარი ავსებდა აუდიტორიას. რეზო მიშველაძე ეს ერთგვარად ჩვენი კლასიკოსის არის, მარტო ის ლაურეატობა და პრემიები კი არ არის საკმარისი. მას დიდი პოპულარობა ჰქონდა და აქვს დღევანდელ დღესაც. მე მინდა დიდი მადლობა უთხრა ჩემს რეზოს. მე მინდა გულწრფელად გულახდრად გითხრათ. უნიჭერესი კაცი არის. თითოეული შეხვედრის შემდეგ ნოველას წერს, რატომ იცით, იმახსოვრებს იმას, რაც დასამახსოვრებელია და გადმოგცემს ისე, რომ მე მომავალმა თაობამ წაიკითხოს. მისი ნოველების ბევრი რაღაცა შემადგენელი ნაწილი თითოეული ჩვენთაგანი მეგობრის შეხვედრის შედეგად იქმნებოდა და დღევანდელი დღეს ახალი ნოველის შედეგი იქნება უცებ მე ამაში დარწმუნებული ვარ. ამიტომ დიდი მადლობა. მე ახალგაზრდებს მინდა ვიმართ, ხალხო, ჩემო შვილებო და შვილიშვილებო, იცოცხლოთ იმედნიერად, მინდა სიკეთე გისურვოთ, იმიტომ რომ თქვენ ისეთი ქვეყნის შვილები ვართ, მე უბრალოდ გეზ ვლაპარაკობ. თქვენ უნდა იცხოვროთ ისე, როგორც თქვენ გსურთ, მაგრამ ამავდროულად იგი უნდა ემსახურებდეს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. მე მინდა დიდი მადლობა უთხრათ კოლექტივს მთლიანად, ამ სკოლის კოლექტივს, ქალბატონეთელის დიდი მადლობა, თქვენ აგზადებით სულ პედაგოგებს, მოწაფეებს, თქვენ მშობლებს გადაეცით. წამდეთ და გიყვარდეთ. მარტო სკოლა კი არა, სკოლა თავისთავად ჩვენი ქვეყანა გვეყარება და სოციალური ამაზე მე ეჭირებარება, მაგრამ ჩათვალეთ რომ ყოველთვის მე თქვენთან ერთად ვიქნებ და მზად ვარ რომ გავიზიაროთ ის სიხარული რაც მოელის ჩემს ქვეყანას. დიდი მადლობა ბატონო რეზო, რომ დღევანდელ დღეს ჩვენ მოგეცით საშუალება რომ შევკრებილი ხარით და მინდა ბატონ რეზოს ჯანმრთელობა და წარმატება უსურვო, იმიტომ რომ ეს კაცი სიტყვით დაბადებული. დიდი მადლობა, ბატონო, დიდი მადლობა. ჩემო ლამაზო საზოგადოება. ლამაზო იმიტომ რომ თქვენ თვალებში მწყინავს ის დაბაჭკალი, რომელზედაც ორიენტირებს ეს ადამიანი. თუ სიტყვა გაგიგებთ, თქვი გენაცვალე ტრიბუნი ხარკაცო ძელებურად მათ თავიანთ ბეჭებზე აქვთ აზიდული საქართველოს ზეცა და საქართველოს სიმდიდრე. და მოვადრო, როდესაც თქვენ გახდებით ამ როლის შემსრულებელი და იცოდეთ, რომ თქვენმა მომავალმა თაობამ, რომლებიც ასეთი ნაბერწკლებით შემოგხედავთ, ასეთი გამწყინებული თვალებით შემოგხედავთ, ასეთივე წოდება უნდა გიბოძოთ და ასეთივე იმედი უნდა ჩაისახონ თქვენი შემხედვარე და თქვენი ცხოვრების გზაყვალის შესწავლიდან გამომდინარე. ამიტომ დღეს თუ თქვენ რამეს ვერ გებულობთ, არ არის ეს დიდი ტრაგედია, იმიტომ რომ ეს ასაკობრივი ცენზია და მოვა დრო ეს თან ტვინს ისეთი შესაძლებლობა აქვს ადამიანის ტვინს, რომ ეს მეხსიერებიდან არ ამოიშლება. და ერთშენიერ დღეს ეს სიტყვები თქვენში ამოფეთქავს და თავის აზრს და შინაარსს შეგიქმნით. და თქვენ მიხვდებით ეს სიტყვები რა მნიშვნელობისა იყო, როდესაც ადრეულად მოისმინეთ ასეთი ფერმუხ ადამიანებისთვის. მე გისურვებთ, რომ თქვენი მეხსიერება ყოფილიყოს დახუნძლული ასეთი სიტყვებით, რომ თქვენ ცხოვრების მანძილზე მე შემდგომ აი ეს ანალიზი და ეს შინაარსი ამოფეთქებული იყოს და გასხივოსნებული იყოს თქვენი ცხოვრების გზაყვალ. დიდი მადლობა ორგანიზატორებს, დიდი მადლობა სტუმრებს, მასპინძელს და მე მინდა
ჩემ საზოგადოებას, ჩვენ საზოგადოებას, რომელიც ტელეკომპანია სამებო არხიდან შეგხედავს, ეს ჩვენი გადაცემის სახით გავა, დიდი გულისხმობით, დიდი მადლობა უთხრა ყურადღებისთვის და შევახსენე, რომ ეთერში იყო საზოგადოებრივი ანალიტიკური გადაცემა ერთობიდან ერთსულოვნებამდე, მე მისი ავტორი და წამყვანი მიხეილ ანტყულაძე გახლავართ. მადლობა.